დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები. აგვესულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითად ადგილოცავთ დიდ ხუთშაბათს. ეს დღეები დიდი მარხვისა ყველა იწოდება დიდად მისი საოცარი ძალის გამო, იმიტომ რომ ადამიანი თუ გულს გახსნი და გაამზადებ, მაშინ ღმერთი მოქმედებს რაღაც საოცრად. 40 დღე ჩვენ რაღაცა შევძელით ღმერთისთვის გაგვეკეთებინა, ვიღაცამ ილოცა, ვიღაცამ ვერ ილოცა, ვიღაცამ მეტანიები აკეთა, ვიღაცამ ცოტა მძიმეთი მარხულა, ვიღაცამ საჭმლით გულისხმობ ვერ იმარხულა. მოკლედ, სხვადასხვა ღვაწლი ავიღეთ, ვიღაცამ წმინდა წერილი წაიკითხა თავიდან ბოლომდე, სხვადასხვა ღვაწლი ავიღეთ. ანუ რაღაცა ძღვენი მივიტანეთ ღმერთამდე, ქრისტემდე და უთხარით, უფალო, აი ეს არის ჩემი შესაწირავი და ეს არის ჩემი გულის განწმენდისთვის, რისთვისაც მზად ვიყავი. მეტი არ შემეძლო ეხლა რომ მე დღეს გამეკეთებინა და უფალი გვეუბნება აი ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ კარგი გასაგებია შენ რაც გააკეთე, მაგრამ ეხლა უყურე ჩემს სიყვარულს. ეხლა უყურე მე როგორ მიყვარხარ. შენ 40 დღე შეეცადე რომ დაგემტკიცებინა ჩემთვის როგორ გიყვარ ვარ, მაგრამ ეხლა მიყურე მე შენ ეს ერთი კვირა, სახურებაზე მთავარია და ეს წარი, სახურების შინაარსს ჩაწვდი და მე დაგანახებ შენ როგორ მიყვარხარ მე და აი ეს მთელი ნების კვირა არის, ისე იგი გაოცებისა, სიხარულისა და ამავე დროს გულის ტკივილისა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ვერაფერი ვერ დავთმეთ იმ მოსიყვარულე ქრისტესათვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანი გამოხსნილიყო და ადამიანს დღეს სიხარული და ბედნიერება ქონოდა. ამიტომ დღეს მივადექით აი ისე იგი დიდ ხუთშაბათს და ზიარებას მივადექით, ხო? ახლა ჩვენ ვისაუბროთ, ჩვენ ქრისტე უნდა მივიღოთ, ქრისტეს უნდა ვეზიაროთ, ანუ ყველაზე აღმატებული რამე უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, ბევრჯერ მithქვამს, რომ ეს არის წინა სახე იმისა, რომ ჩვენ ცოცხალ ქრისტეს შევხვდებით. თქვენ იცოდეთ, რომ ჩვენ გარდავიცვლებით და რო გარდავიცვლებით ცოცხალ ქრისტეს შევხვდებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ და ამისთვის მომზადება ეს არის ყოველი ზიარების წინ ჩვენი გამზადება საკუთარი თავისა, რომ მოკლედ რაღაცა მეტად ადამიანის გული იყოს გასუფთავებული და ზიარებისთვის ქრისტესთან შესახვედრად მზად. ამიტომ დღევანდელ იმაში წმინდა ესე იგი 60 კულოს საკითხავში პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე იყო და მან აი 31 მუხლში პავლე მოციქული იძახის ასეთ რამეს, რომ ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განვიკითხოთ ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდებულნი. ანუ თუ ჩვენ თავს განვიკითხავთ, თუ ჩვენ თავს შევხედავთ სწორად, თუ ჩვენ თავს ისე იგი ჩვენი თავის სატკივარს აღმოვაჩენთ და მის მკურნალობას დავიწყებთ, პავლე მოციქული გვეუბნება, რომ აღარ ვიქნებით მსჯავრდებულნი, იმიტომ რომ ქრისტე აღარ განიკითხავს ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავი განიკითხა და თქვა, ისე იგი რომ მე ასეთი ვარ, აღსარებაში გინდა თუ იგინდა, რომ მე ვიცი ჩემი თავი როგორი ვარ და ქრისტე გევედრები შემიწყალე მე. და თუ კი ადამიანი ამას აკეთებს გულწრფელად, მაშინ მოკლედ ის მსჯავრდებული აღარ იქნება. ეხლა დღევანდელ დღეს მინდა გესაუბროთ იუდას მდგომარეობაზე და მდგომარეობაზე, რომელიც ეხლა რაზეც ვილაპარაკეთ, ყველაფერი იუდაზე იქნება, მაგრამ დაივიწყეთ ყველაფერი, რომ იუდა არსებობდა, დაივიწყეთ ყველაფერი, რომ საერთოდ იუდა არსებობდა და ეხლა რაზეც ვილაპარაკებთ, შეეცადეთ საკუთარ თავზე გადაიტანოთ. არავინ არ არსებობს თქვენს გარდა, წარმოიდგინეთ, უბრალოდ ეს სიტყვები, რასაც გაიგებთ, საკუთარ გულზე გაატარეთ, საკუთარ შინაგანში იმოგზაურეთ და უბრალოდ მიხვდით, ანუ ამხილეთ, როგორც ავთქვით, აი რასაც პავლე მოციქული იძახით, რომ განიკითხეთ საკუთარი თავი იმის გამო, რასაც ახლა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ნახეთ გულწრფელები ვიყვეთ, რომ ვითარცა იუდამ არ ამბორის უყოთ ქრისტეს. ანუ გააზრებული მაინც ქონდეს საკუთარი თავი და ისე მივიახლოთ ზიარებას, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ხმამაღლაც ვეღარ თქვა ამის მერე ადამიანმა, გულწრფელად ხმამაღლაც ვერ თქვა, მაგრამ საკუთარ თავს დაინახავ და აი ნახავთ ჩვენ რომ
შენ შემთხვევაში ესე თითის ჩვენებით ვიცით ხოლმე აი იუდამ რა გააკეთა და იუდამ, მაგრამ თქვენ მიხვდებით ერთ რამეს, აი დღეს ახლა რაზეც ვისაუბრებთ, მიხვდებით ყველა რომ არავინ შორს არა ვართ მოკლედ ამ ესე იგი მდგომარეობისაგან, ძალიან გამარტივებულია ის რომ აი ფული უყვარდა იუდას და ამიტომ გაყიდა მაცხოვარი. ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არასრული და არა მოკლედ ყოვლის მომცველი. ეხლა მინდა გითხრათ რომ ღალატი, ანუ ძველ ქართულად ესე რომ შევხედოთ, ყველაზე უფრო მძაფრი ის არის, აი დღეს საკითხავში არის, ისე იგი იუდას გაცემის შემთხვევაში საკითხავში არის ძველი ქართული ტექსტში არის ასეთი რაღაცა მზაკვარი. მზაკვარი იუდა და აი ნახოთ რა არის მზაკრობა. ანუ მასში შედის მზაკრობაში შედის ღალატიც, გაცემაც და ყველაფერი. მოკლედ აი ხლა გავყვეთ, ისე იგი მზაკრობა, მზაკვარი ადამიანი და არის თუ არა ჩვენში მზაკრობა და მე გეტყვით რომ ნამდვილად ჭარბად არის ჩვენში მზაკრობა და ეხლა გავყვეთ ამას ყველაზე ნელ-ნელა და მშვიდობით, რაც თავარია და განვემზადოთ, იცოდეთ ეს საუბარი არის მომზადება ზიარებისთვის. ეს საუბარი არის იმისთვის, რომ შეიძლება ვიღაცას ეხლავე ცრემლი წამოგივიდეთ, წესი თუ რა წამოგივიდეთ. შეიძლება ვიღაცას აი მართლა ის გულის ის მდგომარეობა გაგეხსნას და მართლა გულწრფელად მიახლო ქრისტეს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო საკუთარ ამ თავმოყარეობას დანებდე და თქვა, არა ხო, ესი არის ნამდვილად, ხო? აი ხა გავყვეთ ამ მდგომარეობას. იცოდეთ, ეს მზაკრობა არის ყველაზე სახიფათო რამ, ყველაზე ადამიანურ ბუნებაში ყველაზე სახიფათო რამე არის. ყველაზე დამცემელი და ადამიანის შინაგანში, როგორ მდგომარეობაში, იცი, ძალიან ღრმად იმალება გულში. ეს მზაკრობის მდგომარეობა ყველა ადამიანში ძალიან ღრმად იმალება. და ადამიანები ხშირად ამას, ნახეთ, ორი მდგომარეობა, ამჩნევენ, მაგრამ გაურბიან ამაზე ფიქს და არ უნდათ აღიარონ საკუთარ თავთან მაინც რომ ესეთები ვართ და მეორე ნაწილი რომელიც ადამიანი ვერ ხვდება უბრალოდ ჯერ არ ჩასულა ვერ მიხვდა რომ შეიძლება მასში არის გარკვეული მზაკრობა და ეს არის ანუ მოსანანიებელი. აი დღევანდელი საუბრის მერე მე ვფიქრობ რომ აღსარებაც სხვანაირი უნდა იყოს თქვენი აი სხვა რამეებში უნდა დავფიქრდეთ ჩვენ გამომდინარე აქედან და უნდა ვიცოდეთ საიდან უნდა დავიწყო აღსარება გარდა იმისა რაღაცა უბრალოდ აი ფურცლები ხის ფესვზე კი არ ვლაპარაკობ არამედ ფურცლებზე რომელიც გამოსულია ერთი დალპა და მეორე გამოვიდა ანუ მოვაცალე ერთი მეორე ისევ გამოვიდა კიდე მოვაცალე გამოვიდა არა და ფესვი არის სამკურნალო ზოგადად. ამიტომ ისე არის მზაკრობა ადამიანის გულში ფეს გადგმული ისი არის და მით უმეტეს დღეს ფაქტობრივად აი ესე მინდა თქვა იუდას სული აი როგორ გითხრათ იცი ჭარბობს და იუდას სული ჭყალებში ზეიმობს კაცობრიობაში ანუ იუდას სულით არის დღეს დაავადებული მოკლედ მთლიანად ანუ მზაკრობით არის დაავადებული დღევანდელი კაცობრიობა მათ შორის ჩვენს მეტნაკლებად ხო ერთი რამე აბა დავიწყეთ მზაკრობა ადამიანის გულის ძალიან შიდა და სიღრმისეულ მდგომარეობაში იმალება და ის ვლინდება და ის აუცილებლად გამოდის სხვადასხვა ფორმით გარეთ სამ შემთხვევაში. პირველი, როდესაც ადამიანის ნება სუსტდება და დასუსტებული ადამიანის ნება ნიშნავს ის, რომ ქრისტეს ღვთის ნებასთან ერთად არ არის ამ ხვედრაში, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებასურვილი და ნება საკუთარი აზრებით, ფიქრებით, მე ესე მინდა, მე ესე ვფიქრობ, როგორც ადამმა გააკეთა, არა როგორც უფალს უნდა, არამედ როგორც მე მინდა, მე ვიცი, მე უკეთესად ვიცი. ანუ რა წამს ადამიანური ნება მოკლებული არის საღვთო ნების ძიებას და მასთან ერთად ამ ხვედრაში ყოფნას, ანუ ლოცვით და წმინდა წერისეული ურთიერთობის ღმერთთან ამ შემთხვევაში ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ანუ ამის მოკლება პირველი დასუსტება ადამიანური ნებისა, მეორე ეს ავტომატურად იწვევს ადამიანის სინდისის დასუსტებას, იმიტომ რომ ადამიანის სინდისი ხდება საერთოდ ისე იგი უძალო, არაფრით დაცვა არ შეუძლია ადამიანს სინდისმა დაიცვას ადამიანი, იმიტომ რომ ეს სინდისიც ამავე დროს ნებამოშლილი როდესაც არის, სინდისიც არ არის ნასაზრდოები ლოცვით და ღვთის სიტყვით, ანუ ღვთის ნებით არ არის ნასაზრდოები და მესამე ეს არის აუცილებლად ავტომატურად ადამიანში იკარგება სიკეთე. აი კეთილი მდგომარეობა, აი სიკეთის მდგომარეობა იკარგება. ეხლა მე შემიძლია ვთქვა რომ რა კეთილი არა ვარ კეთილი.
ხა რომელ ადამიანს თქვენ რო გითხრათ ახლა ადამიანმა ვინმე რომ ბოროტები ხართ ხო ძალიან გაგიწე და მზაკვარი რო გითხრათ ვინმე მეტყვით რომ რა ის ზაკვარი რა ის ანუ უკეთილშობილესი ადამიანი ვარ ანუ საკუთარ თავის დანახვა ესე რო ვთქვათ ადამიანს არ უნდა და გვიჭირს ამიტომ გვახსოვდეს ეს სამი რაღაცა როდესაც ადამიანი ღმერთთან არ არის ის აუცილებლად მასში მოსუსტდება მისი პირადი ანუ ადამიანური ნება მეორე მოსუსტდება აუცილებლად სინდისი ადამიანისა და მესამე მასში დაიკარგება სიკეთის განცდა და გამომდინარე აქედან ეს მზაკრობა რომელიც ადამიანში არის იწყებს თავიდან ბოლომდე გამოსვლას გარეთ გამოსვლას იწყებს მაგრამ ნახეთ ადამიანი ხშირად ჭკვიანია ეხა ჩავალთ ზუსტად ამ მზაკრობაზე ვილაპარაკეთ ადამიანი ხშირად ჭკვიანია და ამ სიჭკვიანის გამო შეუძლია რა ანუ თვალთმაგცობი და გარკვეული ამ სიჭკვიანით ეს მზაკრობა გამოიტანოს ისე რომ არ იყოს ძალიან უხეში რომ ადამიანებმა არ იფიქრონ ანუ აი მე ეს რაღაცა მე მგონი ანუ ერთიანად აავლენს საკუთარ თავს და ეხლა გეტყვით რატო ემართება ადამიანს ეს ანუ დაიმახსოვრეთ ეს სამი რაღაცა როდესაც ნებამ ანუ როდესაც ჩვენ არ ვლოცულობთ როდესაც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა არ აქვს ლოცვითი და წმინდა წერილისეული დაიმახსოვრეთ რომ მზაკრობა ყველა ადამიანში დევს იმიტომ რომ ჩვენ ბუნებით დაცემულები ვართ და გამომდინარე აქედან ეს მზაკრობა იწყებს გამოსვლას და ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამას დავარქვით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ჩვენ ყოველდღიურად ცხოვრობთ სახში ანუ რძალი დედამთილი რძალს ქმარი ცოლს ცოლი ქმარს რაღაცა ფიქრები ისინი და ჩვენ ეს გონია რომ ჩვენი ყოველდღიური ჩვეულებრივი ცხოვრება და მე გეტყვით ეს არის იმ ჩვენი მზაკრობის ანუ ჩვენი იმ სიბოროტის გულში ნატარების სიბოროტის გარეთ გამოსვლა არის იცოდეთ გახსოვდეთ რაც არ უნდა ადამიანმა თქვა რომ კეთილი ვარ უნდა ვიცოდეთ რომ თუ ღმერთთან არ არის ადამიანი შეუძლებელია ის უბრალოდ კეთილი იყოს იმიტომ ანუ რა მინდა თქვა კეთილი იყოს ანუ კეთილად მოქმედებდეს შეუძლებელია ამის გაკეთება ანუ ნახეთ ეს ვისაუბრეთ ეხლა ნახეთ რაც მთავარია აბა დაუკვირდით ასეთ რაღაცას ადამიანი იმდენად გონიერი არსებაა, იმიტომ რომ მასში ბუნებითად არის ჩადებული ეს გონიერება, იმდენად გონიერი არსებაა, რომ ამ ზაკრობის მდგომარეობაში როგორ არის, იცით? დადის როგორ, იცით? აი თან სიამოვნებას იღებს აქედან, თან ამაზე უკვე მიეჩვია და თქვა, აუ რა მაგარია ესეთი როა და ნახეთ რას. აი დადის გზაზე უშუალოდ იცოდეთ ეს ჩვენ მრევლს გვეხება ეს გარეთ კი არა გარეთ ადამიანები დავანებო თავი დღეს ჩვენზე ვსაუბრობ პირადად თუ გინდა თქვა თუ გინდა ყველა მიცოდეთ ჩემზე ვსაუბრობ და ყველაზე ამავდროს ისე იგი ადამიანურ ბუნებაზე ანუ ნახეთ როგორ რაღაცა ადამიანი ხშირად აი ესე გზაზე დადის და როგორ იცი სიბნელისა და სინათლის ზღვარზეა ხან იქით გადავა ხან აქეთ გადავა ხან სიბნელეში გადავა, ხან სინათლეში გადავა და ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი გარკვეული ცხოვრება. ანუ ადამიანი დაჩვეულია ამას, ანუ გონიერია ადამიანი და აი ზღვარზე ცხოვრობს, სიბნელისა და სინათლისა. ხან ისეთი ნათელია პირობითად გამოვლენაში, იტყვი რომ ვაღ რა ნათელია ადამიანი. არა და უცებს სწრაფადვე შეიძლება გზის იქით გადავიდეს, უცებ გადმოვა ადამიანი და იქნება ისე იგი სიბნელეში. ამიტომ გვახსოვდეს. და ადამიანს სიამოვნე ეს მოირგო ადამიანმა ეს არ უნდა ნახეთ ანუ ხშირად არის ხოლმე უფალი ამიტომ გვივლებს განსაცდელებს და რაღაცას რომ დაეცე ბოლო-ბოლო დაინახო საკუთარი რომ სიბნელია შენში რომ იმის ფიქრი იმისა რომ იცი რა აგერ სინათლე არის აგერ ისე იგი კარგად იქცევა თითქოს ადამიანი მაგრამ ნელთბილობა აი გაიხსენეთ წმინდა წერილში არის ყველაზე მეტად ქრისტე რასაც იმაშვება აი აპოკალიფსში წერია რომ ანუ არ მოწონს ანუ იძახისო შენ ნელთბილობა აუტანელია ჩემთვის ანუ ან ცივი იყავი რომ გეშველოს ან იყავი მხურვალე და ცხელი იყავი სარწმუნოებაში ამიტომ ნახეთ აი ადამიანი ხშირად აი ამ შუალედში დგას სინათლისა და სიბნელის შუალედში დგას ესე ხან იქით გადადის ხან აქეთ გადადის და სიამოვნებს ესე ყოფნა ანუ კარგია მისთვის ესე ყოფნა იმიტომ რომ მოირგო ეს მდგომარეობა და გახსოვთ რას გეუბნებით ხოლმე აქ ვარ ეკლესიაში ვარ და მოვირგებ უცებ იმის რა ქვია მორწმუნის სახეს დავიყენებ რაღაცა ესეთ ძალიან შინაგან სულიერ ადამიანს გადის თუ არ ადამიანი აქედან იმ წუთში გზის იქით აღმოჩნდება და იმ წუთში სიბნელეს მიეცემა და შეეჩვია ადამიანი ამას ამიტომ გახსოვდეთ ესეთი რამე თუ ადამიანი არ ცდილობს მუდმივად სინათლეში იყო და სინათლესთვის იბრძოლოს საკუთარ გულში გახსოვდეს რომ აი ეს მზაკრობა ესეც იუდას გზა არის იუდამაც ეს გაიარა მაგიტომ მივიდა ღალატამდე
და გაყიდვამდე. იმიტომ რომ ეს გზა გაიარა იუდამაც, იქაც იყო, აქაც იყო. პარავი იყო, იპარავდა კიდეც იმ გვადრუციდან, მაგრამ აი ეს ქრისტესთან ერთად იყო. ანუ მზაკვარიც იყო, მაგრამ ქრისტესთანაც იყო. აი ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია დაუკვირდით ამას, რომ ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის სიბნელესა და სინათლეში ლავირება ადამიანისა. ეხლა გავყვეთ ზემოთ უფრო საინტერესოს ხდები. ისე იგი ხშირად ეს ადამიანი შემდეგ, აი ადამიანი, როდესაც ასე იქცევა, როდესაც ეს ლავირება ისწავლა, როდესაც ესე სიბნელეშიც არის და სინათლეშიც არის, მოკლედ ესე თან ეს სიამოვნებს უკვე და მოიგო. კიდევ ვიძახი, გაარჩიეთ ორი რამე. ერთი ადამიანი, რომელმაც არის ის რომ ამას აკეთებს, ჯერ ვერ მიხვდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. მიზანმიმართულად ცხოვრობენ, რომ თან ღმერთთან არიან, თან ისე იგი იქაც არიან, თან იქ არიან, თან იქ არიან, ხან და ბოლო-ბოლო როგორ რა თქვეს, კარგია, რავი, კარგად ვარ ეხლა რა. იმასაც ვაკეთებ, ამასაც ვაკეთებ და ეს თავზეც არაფერი მეცემა, არც განსასწრელი არ ხდება, არც ტკივილი, ამიტომ გახსოვდეთ ერთი რამე. როდესაც ზაკვარი ადამიანი ვინ არის იცი, როდესაც ამას შეეჩვევით და ღვთის შიშს დაკარგავთ და განცდა არ გექნებათ, რომ იცი რა, ამას შედეგი მოყვება, აი აქ არის უკვე ყველაზე დიდი რაღაც. აი იუდას ჰქონდა მსგავსი განცდა. ესე ცხოვრობდა, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული იყო იმაში, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოყვებოდა. აი გახსოვდეთ, როდესაც ასე თუნდაც ცხოვრობს ადამიანი და კარგავ ღვთის შიშს იმისა, რომ ამას აუცილებლად შედეგი მოყვება, ან ამავე სოფელში, აქვე, ამ წუთის სოფელში, სხვადასხვა ტკივილით, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს, ან მარადიულ სასუფეველში აუცილებლად აუცილებლად პასუხს აგებ ადამიანი ასეთ ცხოვრებაზე, მაშინ გახსოვდეთ, რომ დიდი ნაბიჯი გადადგმული ადამიანს უკვე მაცხოვრის გაყიდვაში. ანუ იუდას მდგომარეობაში გადადგმული ნაბიჯი, რომ შენ თუ კი ერთხელ მაინც დაფიქრდი, რომ რასაც შენ ამ ზაკრობას აკეთებ ადამიანი, ეს შენ არ მოგეთხოვება და ამაზე შენ პასუხს არ აგებ, გახსოვდეთ, დიდი ნაბიჯია გადადგმული იუდას მდგომარეობაში. გახსოვდეთ, როდესაც ვიღაცას ლანძღავთ, როდესაც ვიღაცას აგინებთ, როდესაც ვიღაცას რაღაცას ართმევთ, როდესაც ვიღაცას აწყენინებთ, როდესაც ვისაც არ გინდა, რასაც არ გინდა უკეთებდეთ, გახსოვდეთ ერთი რამე, რომ ამის გამო ადამიანი პასუხს აგებს აუცილებლად ყველა სიტყვის გამო, რომელსაც მაცხოვარი ძახის, ყველა სიტყვის გამო, რომელსაც წარმოთქვამთ, ამის გამო ადამიანი პასუხს აგებს ამ წუთის სოფელში და მარადიულ ცხოვრებაშიც. ამიტომ აბა დავფიქრდეთ საკუთარ თავზე, სადამდეც მივედით. რამდენჯერ ვიქცევით ისე, რომ ფიქრშიც არა გვაქვს, რომ ამის გამო დავისჯებით. რამდენჯერ ილანძღებით, რამდენჯერ იწყევლებით, მამაკაცებო, რამდენჯერ ისე იგი იგინები, რამდენჯერ თრები, რამდენჯერ საშინე რაღაცები, რაც შეიძლება აკეთო ადამიანმა და იმის გამო არა უშავს. ამის გამო რა, მე მივალ, ფურცელზე დავწერ, იმას, ანუ ნახე, ესეც ზაკრობაა. როდესაც შენ იმაშვები, რომ იუდას მდგომარეობა რა იყო, როცა გეგმავ ადამიანი იმას, რომ ეხლა მე კი შევიგინები, ეხლა მე ვდგევარ, არ გაუფრთხილდები, ბირჟაზე ვდგევარ, საკუთარ თავს კი არ გაუფრთხილდები, ვიგინები, ვილანძღები, იმას გავაკეთებ, მაგრამ იმედი მაქვს რისი, აი მამაოსა დაუწერ მე ფურცელზე და შევგზავნი, ესეც მზაკრობაა და ესეც ღვთის წინაშე იუდას მდგომარეობა. როდესაც ადამიანი მიზან მიმართულად ცოდავ და მე იმ იმედით, რომ შენ ამას შეინანებ, გახსოვდეთ ყველას, რომ ეს თავისთავად არის იუდას მდგომარეობა და მიახლოება იუდას მდგომარეობამდე. ეხლა ნახეთ, რა არის თვითონ მზაკრობის შინაარსი? აი ძალიან მნიშვნელოვანია მივხვდეთ კიდე ამას, აი კარგად დაუფიქრეთ, მინდა რომ აი ეს რაღაცები სადამდე შევძლე, მოკლედ ბოლომდე გავიაროთ ეს ყველაფერი, რომ აი ეხლა ვნების სახარება უნდა წავიკითხოთ, უამრავი რაღაც ესეთი მსახურებები გველის და აღდგომას იქნებ სიხარული კონდეს მართლა გულში, მაგრამ სიხარული შეუძლებელია საკუთარი გულის განწმენდის გარეშე და იქნებ თქვენმა ცრემლმა, რომელსაც ეხლა სახში როცა ეზიარებით და ზიარების მერე სტილმა რაღაც ამის იმან გაასუფთავოს და გაწმინდოს ადამიანის გული. მზაკრობა არ არის უბრალოდ ტყუილი, იცოდეთ. აი გახსოვდეთ რა, ტყუილი არის როგორ იცი? ტყუილი ხშირად არის ძალიან როგორ გითხრათ, უხეშია, ცხადია, აი რომ მოატყუებ ადამიანს. რა თქმა უნდა შედის მაგაში, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ ტყუილია მზაკრობა. ტყუილი როგორია, იცი ადამიანმა მოიტყუა რაღაცა უცებ და შეიძლება ეს არის ძალიან უხეში, ცხადი და ძალიან ადვილად სამხილებელი.
ადვილად იმხილება, ადვილად იხილება, მაგრამ მზაკრობა, როგორ გითხარით, გულშია, ისე ღრმად არის გულში, იმის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ რა აქვს მას ყველაზე მთავარი? აბა მითხარი, მზაკვარ ადამიანს და ზაკულ მდგომარეობას რა აქვს მთავარი ერთი რაღაც, რომ მას შეუძლია სიცრუე შენიღოს სიმართლით. აი ეს არის, ანუ ადამიანი როდესაც ცრუობს, იმან იცის რომ ცრუობს. აი ტყუილს იძახის, მაგრამ ნახეთ, ადამიანი ისე ცრუობს, რომ მას გონია რომ მართალს იძახის, ანუ სწორად იქცეო. აი ამას ვერ ამჩნევს. მზაკვარი ადამიანი არის, რომელსაც უკვე შინაგანად ისეთი პროცესია დაწყებული, რომ ვერც კი ამჩნევს, იტყუება ადამიანი და თulis რომ ეს ესეა, სწორია. და ტყუილი მარტო ის კი არა, რომ რაღაცა დავიდახე და არასწორად მოვიტანე. არამედ ადამიანი ამრავლებს და ესე რომ ვთქვათ, აი სხვა ადამიანებში უფრო მეტად ამრავლებს და უფრო მეტად აი როგორ გითხრათ, იცით, ადამიანებს ამ ზაკრობის თანამონაწილეს ხდის იმის გამო რომ იძახის რომ ეს არის სიმართლე. ანუ ზაკვარ ადამიანს შეუძლია ეს არ არის თავმდაბალი ადამიანი. იცოდეთ, აი მასში ოდნავი თავმდაბლობა არ არის, რომ თქვას, რომ ბიჭო, იქნება ვწდები. მზაკვარ ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ იქნება ვწდები. არის ადამიანი რაღაცაში ესეთი დარწმუნებული და ხის, რომ მე მივდივარ სწორად ამ მიმართულებით. იუდასაც ესე ეგონა, რომ ყველაფერს რასაც აკეთებდა სწორად. იუდა შეეძლო მოეპარა საკუთარი იქიდან, ანუ მოციქულებისა და საერთო ქისიდან ფული და წასულიყო და პირადი სარგებლის გამო დახმარებოდა ვინმე გაჭირვებულს. პირადი სახელის გამო შეედავები ვინმეს რამეს სიკეთე გააკეთა. გახსოვთ დღევანდელი წაკითხვის სახარებაში მაცხოვარს რომ ნელსაცხებელი დაასხეს თავზე რა თქვა? რატო წარწმდაო ეს ნელსაცხებელი? ხო, კარგი იქნებოდა გაყიდულიყო და გლახაკებისთვის მივეცავ. ანუ პირად სახელზე ზრუნავდა. აი მე დავეხმარე, მე მივეცი. საერთოდან ავიღე და ერთს დავეხმარე. ანუ ეს არის ძალიან გახსოვდეთ, რომ პირველი რაც არის, მას შეუძლია ტყუილის სიმართლით შეფუთვა და ამისი სამწუხაროდ თვითონაც სჯერავს და თვითონაც იძახის, რომ ეს ესე უნდა იყოს. სხვის სისუსტეზე და სხვის როგორ ვთქვათ, უსუსურებაზე თამაში. ხშირად ადამიანები სუსტები არიან და მზაკვარი ადამიანი რაღაცა გარკვეულ ძალას გძნობს. იმიტომ არის მზაკრობა მაშინ, რომ მაგარი გამჭრიახი არის. ადამიანი ესეთი აი ძალიან გამჭრიახია და ძალიან ალღოიანი არის ხშირად. ადამიანი და როდესაც ადამიანი ესეთია, გახსოვდეთ, რომ იყენებს ის თვითონაც ვერ ხვდება, ადამიანი იყენებს სხვის სისუსტეებს და ადამიანი იყენებს სხვის უსუსურობას. არის ის ადამიანმა. აი არის ის მაგალითად მოვიდა ტაძარში და რა უნდა გააკეთოს, ანუ პირობითად რა და შეუძლია ამ ადამიანს, აი მზაკვარს სულ შეუძლია ჩაჭიდოს ადამიანს ხელი და საერთოდ ქრისტესთან არ მიიყვანოს. ანუ პირად სარგებელში გამოიყენოს ადამიანი და ამას ამავე დროს დაარქვას, რომ ეს მისთვის ქრისტესთვის იბრძვის. რომ ის კარგი ქრისტიანი უნდა გახადოს. ამიტომ გვახსოვდეს ყველას, რომ ანუ თუ კი ჩვენ ხედავთ ან ახალმოსულ, ან ვიღაცა ადამიანს, რომელიც სუსტია, რომელიც უსუსურია რაღაცა ცხოვრებისეულ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ გინდა იყოს, გახსოვდეთ, არ შეიძლება მზაკვარად მოექცე იმ ადამიანს. ანუ მაგრამ თუ მზაკვარია ადამიანი სხვანაირი მოქცევა არ იცის მან. არის ის, ამიტომ იმ წუთში უჩნდება სურვილი, რომ ეხლა მე ეს უნდა გამოვიყენო საკუთარი მოკლედ აზრებისათვის და იცის მან ხშირად ნდობის გამოყენება. აი ამის მოპირდაპირე ის არის, რომ ადამიანი როდესაც გენდობა, აი ამ ნდობას როდესაც უმტყუნებ ადამიანს. ხშირად არის ამ ნდობას იყენებს, აი მზაკვარ ადამიანს ძალიან შეუძლია ადამიანის ნდობის მოკლედ გამოყენება. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს. ისე იგი, აი როგორ გითხრათ, იცი, საბოლოო ჯამში ადამიანი ესეთი მზაკვარი ადამიანმა იცის ისეთი ქსელების გაბმა, აი ისე ცხოვრებისეული, აი ისე თავის გარშემო ისი აბავს აი ამ ქსელებს იმაში, რომ საბოლოო ჯამში აი როგორ გითხრათ, იცი, თვითონაც იხლართება ამაში და ყველა ადამიანს ვინც გვერდით არის, ყველას ხლართავს ამაში.
ანუ აი ამ ზაკრობას ავრცელებს თვითონაც კი ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება, მაგრამ ვიღაცები არიან თავისთავად ვინც იმას. ეს არის უსისხლო ძალადობა. აი იცოდეთ, ადამიანს ჯობია რომ უთხრა რაღაცა, პირიქით აი რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენო რაღაცა, ვიდრე ადამიანთან უბრალოდ მიხვიდე და აი ესე მოექცე, ზაკრულად მოექცე. აი ხშირად არის ხოლმე რომ ჩვენ ერთმანეთის ხასიათი ვიცით, გამიგე და ვიცი ეხლა რა ეთკინება, ქმარმა იცის ცოლის ხასიათი ეხლა და უნდა აი გულში რაღაც ისაკ და იცის ეხლა რა ეთკინება და როგორ ეთკინება სუსტი წერტილი და ზუსტად აი მას იტყვის. არაფერი პირადად კი არ იტყვის, გაივლის და იტყვის, ან ცოლმა ქმარისა იცის, ან დედამ შვილისა, ან შვილმა დედისა, ან ესე მეგობარმა მეგობრისა, ვიცი მისი სუსტი წერტილი, ვიცი რაც არის მასში ესეთი აი ისეთი რაღაცა, სადაც მოკლედ მდგომარეობიდან გამოდის და სულიერად იშლება ადამიანი და გაივლი ადამიანი და ერთ სიტყვას, ან გამოხედვას არ რაღაცას იტყვი და მოკლედ მოშლი ადამიანს თავიდან ბოლომდე. ესეც მზაკრობაა, ესეც ადამიანს ღრმად ჩაბუდებული მზაკრობის მოკლედ მდგომარეობა არის, ხო? ეს მზაკრობა პირდაპირ შვილი და ნაშიერია ამ პარტავნების. გახსოვდეთ, ამ პარტავნების პიკია, მზაკვარი ადამიანი არის იმდენად ამ პარტავანი, რომ საერთოდ ვეღარ ხვდება, ანუ სიმდაბლის, ესე იგი, სიმდაბლის იოტისოდენ არამეც კი აღარ არის მასში. ანუ ამ პარტავანი ადამიანი ყოველთვის არის მზაკვარი ადამიანი, იმიტომ რომ ის გეგმავს აი ამ ყველაფერს, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მას შეუძლია თავიდან ბოლომდე ამის გაკეთება. ამიტომ, როდესაც სახსარებაში მოდიხარ და ამ პარტავნებას წერთ ხოლმე, აი ამის ქვემოთაც ჩადით ხოლმე, ქვემოთაც ჩადით და ესენიც მიმოიხილეთ ხოლმე. ამ პარტავნება ესე არ არის. ამ პარტავანი ადამიანი უდრის ტოლობა უნდა დასვა მზაკვარ ადამიანს, რომელზეც დღეს საუბრობთ. აი რომელზეც დღეს საუბრობთ, ეს ამ პარტავნების, როგორ გითხრათ, კანონიერი შვილია. ამ პარტავან ადამიანს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ამის კეთება. ამიტომ წარმოიდგინეთ, ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო დაბალთა მოსცეს მადლი. რატომ ვერ ვიღებთ მადლსა? იმიტომ ვერ ვიღებთ მადლს, იმიტომ რომ აი ეს გვჭირს ჩვენ. ერთი სიტყვით კი ვიძახი ამ პარტავნება, მაგრამ ამავე დროს ნახე რამ ხელა ისინი არის, რასაც ჩვენ ვერ ვიაზრებთ და ჩვენ გონია რომ ამ პარტავნება ესე განცალკევებული რაღაცაა, რასაც იმაში, რა ქვია, ფურცელზე დავწვეს და გამოვიტან გარეთ, ხო? ამ პარტავა, ნუ მოკლედ ზაკვარი ადამიანი ჩამოვთვლი ხა უბრალოდ შეუძლია სხვისი ცხოვრებით თამაში. აი ეს არის ყველაზე საშინელება. არაფრად არ მიარჩნია არავის სიცოცხლე და ცხოვრება. აი როგორ გითხრათ, იცი? აი ამ პარტავან ადამიანისთვის ადამიანი არაფერი არ არის. აი მეორე ადამიანი, აი მისი ცხოვრება, რომ აი დაფიქრდე, რომ აიმედე და გული არ ვატკინო ან რაღაც, არა. აი ეს მზაკვარი ადამიანს აქვს როგორ რაღაცა, იცი? საერთოდ არ აინტერესებს ვის რა მოუვა. ანუ მე ვიტყვი ამას, მე გავაკეთებ ამას, მე ესე მინდა არ მაინტერესებს ვის რა დაემართება და ამავე დროს არა უბრალოდ ვის რა დაემართება, არამედ პირადადაც შემიძლია როგორც გითხარით ადამიანი გამოვიყენო საკუთარი აი ამ რაღაცა მავნეიმები, გამოვიყენო მისი სისუსტე, გამოვიყენო მისი ნდობა და გამოვიყენო მისი უსუსურება, ოდესაც მოკლედ მასთან ურთიერთობა მოკლედ აქვს ადამიანს, ხო? და ყველაზე მთავარი, აი ეხლა აბა დაუკვირდით რატომ ვერ ვიღებთ მადლსა და რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში? ზაკვარ ადამიანს არ წამს ჭეშმარიტება. და ჭეშმარიტება კი ეკლესიაში რა არის? რა კი არ არის? ვინ არის? რა სიძახის უფალი? მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. მზაკვარ ადამიანს ჭეშმარიტება არ აინტერესებს და მზაკვარ ადამიანს ჭეშმარიტება არ უყვარს, იმიტომ რომ მზაკვარი ადამიანი არის ამ პარტავანი და ამ პარტავანი ადამიანი კი არის ის, ვისაც მხოლოდ საკუთარი აზრები და საკუთარი ფიქრები აინტერესებს, საკუთარი გეგმები აინტერესებს და საკუთარი მოკლედ რაღაცა წარმატება, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში წარმატება აინტერესებს. ამიტომ იცოდეთ, ზაკვარ ადამიანს არ უყვარს ჭეშმარიტება. და როდესაც ელაპარაკები სიმართლეზე, როდესაც ელაპარაკები ჭეშმარიტებაზე, როდესაც ადამიანს ეთქვი, ნახეთ, იცი რა, მე მგონი არ იქცევი სწორად. გახსოვდეთ, თუ კი ვინმე მგითხრათ, რომ ეხლა სწორად არ იქცევი და მოვიდა ეს, რაც მოდის ხოლმე, რომ დაიძურება აქედან ეს ქვემოდან რომ ამოყვება ხოლმე და ისე იგი ეგ ძლივს გააჩერებ ადამიანი პირთა რომ არ ამოთქვა და ამოიტანო ყველაფერი, გახსოვდეთ, რომ თუ კი ადამიანს შენში ეს მდგომარეობა არის, თუ კი შენიშვნას ვერ იტან
თუ კი ადამიანს არ შეგიძლია უბრალოდ ვინმეს ანუ რაღაცა როგორ გითხრათ იქნებ მართალსიძახის იქნებ ადამიანი ჭეშმარიტ ანუ გახსოვდეთ რომ ეს ანუ ადამიანი არის დაყოლებული მას არ უყვარს ჭეშმარიტება მას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი საკუთარი აზრები საკუთარი ხედვები და მას მიაჩნია რომ ყველაფერი მან იცის სწორად თუნდაც თვლიდეს რომ ვიღაცა მასზე ჭკვიანია მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვინ არის ჩემზე ჭკვიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია მე რას ფიქრობ მე როგორ ფიქრობ მე რა მინდა მე რისი გაკეთება მინდა და რისი მიღწევა მინდა ამიტომ უნდა გვახსოვდეს და აი აქ იბადება ზუსტად ტრაგედია, ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც საყვარ ადამიანს აქვს. აი საყვარი ადამიანი, ეხა იუდაზე გადაიტანეთ, საყვარ ადამიანს უპატივისცემლობას იჩენს ადამიანების მიმართ. საყვარი ადამიანი არის თავხედი ადამიანი, საყვარი ადამიანი არის ძალიან როგორც გითხრა ამპარტავანი და თავხედი ადამიანი და ამიტომ მისთვის ადამიანები არაფერს არ წარმოადგენენ და ის ყოველთვის იჩენს უპატივისცემლობას ადამიანების მიმართ. გახსოვდეთ ერთი ადამიანის მიმართაც თუ კი გაქვთ უპატივისცემლობა, ეს არ დაგავიწყდეთ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. თუ კი ერთ ადამიანსაც კი არ სცემთ პატივს და უპატივისცემლობა გაქვთ და ანუ ნახეთ მერე ჩავალთ კიდე ცოტა ქვემოთ რატომ ვამბობ ამას, ანუ თუ ერთ ადამიანსაც კი უპატივისცემლოთ, ეპყრობით გახსოვდეთ რომ აი ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი, რომ ზაკრობა იყოს ადამიანში მოკლედ, ესე იგი გააქტიურებული. ისე იგი, როგორც ავთქვით, მერე, როდესაც ადამიანს უპატივისცემლოთ ეპყრობა, მერე მას იყენებს თავისი მიზნებისათვის და ადამიანს არაფასებს როგორც პიროვნებას და არაფასებს მასში როგორც საღვთო ხატებას. აი ხა მე ხშირად მეტყვიან ხოლმე, აი ამდენ თქვენ აღსარებას ხო ვისმენ. თქვენ აღსარებას ვისმენ და ამდენი ადამიანი კიდევ თქვათ მოდის, თქვათ გორში იქნება თუ სადაც იქნება მოდის. და ხშირად თქვენ გწხვენიათ ხოლმე რაღაცის თქმა, ხო? მეც ესე ვიყავი და ახლა ყველა რაღაცის თქმა ბოლომდე გახსნა საკუთარი ცოდვებისა, რომ იცი რა, მამა, სინამდვილეში ესე კი არ იყო. აი ესე იყო. ანუ ჩვენ ბოლომდე გახსნა გვერიდება და ესეც ამის ის არის, რა ქვია, ერთ-ერთი ამპარტავნების გამომჟღავნებაა და რატო მიჭირს ამის თქვა? რას იფიქრებს მერე ის ჩემზე? აი მამაო რას იფიქრებს მერე ჩემზე? ანუ ვინ ვარ მერე საბოლოოდ მისთვის? აი ეს საბოლოო ჯამში ადამიანს ძალიან არ სიამოვნებს. ამიტომ ნახეთ როგორი რაღაცა. მე მინდა გითხრათ ერთი რამე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რა აღსარებასაც არ გინდა აბარებდეთ. აი ნახეთ, რასაც არ უნდა იძახდეთ, აი რაც არ უნდა თქვათ, მე გეტყვით, რაც უფრო მეტად ხედავთ საკუთარ თავს, უფრო მეტი სიხარულია ჩემთვის და რა თქმა უნდა ღვთისთვის არის ეს უფრო მეტი სიხარული, რაც უფრო მეტი გულწრფელები ხართ, უფრო მეტი სიხარული არის ჩემთვის და ყველაზე მთავარი